საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში CFD აუქციონის შედეგად დაგროვებული პროექტები უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ BMG-თან ბემუნის მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა საუბრობს. მისი თქმით, სისტემაში არსებული 15-დან 17,000 მეგავატამდე სიმძლავრის პროექტების უდიდესი ნაწილი არარეალისტურია და ეგრეთ წოდებულ ქაღალდის ინვესტორებს ეკუთვნით. ამასთან გიორგი მირცხულავა ფიქრობს, რომ სახელმწიფო მიდგომები მკაცრად უნდა შეცვალოს და ბაზარზე მხოლოდ ის კომპანიები დატოვოს, რომლებსაც პროექტების განსახორციელებლად რეალური ფინანსური რესურსი გააჩნიათ. როგორც მირცხულავა განმარტავს, დღეს გაცემული ლიცენზიების ჯამური მოცულობა აბსოლუტურად აცდენილია ქვეყნის რეალობასა და ფინანსურ შესაძლებლობებს. ის ამბობს, რომ ლიცენზიების მფლობელთა 80%-ს პროექტების განსახორციელებლად არც ფინანსები აქვთ და არც გამოცდილება. მისივე შეფასებით, დაგროვებული 15-დან 17,000 მეგავატამდე რეალურად მხოლოდ 5,000 მეგავატის უკან დგანან რეალურად განმახორციელებელი კომპანიები, დანარჩენები კი უბრალოდ პროექტების გაყიდვას ცდილობენ. სწორედ ამიტომ ბემუნის მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს პროექტების სწორი იდენტიფიცირება და გაწხრილვა. მისივე განმარტებით, ქაღალდის ინვესტორები სერიოზულ ტექნიკურ ბარიერებს ქმნიან ქსელთან მიერთების კუთხითაც და ბლოკავენ იმ კომპანიებს, რომლებსაც რეალურად სურთ სადგურების აშენება. საქართველოს ტურიზმის ბაზარი სტრუქტურულად შეიცვალა. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა ტურისტების გეოგრაფიის ცვლილების გამო მკვეთრად გაიზარდა ბრენდულ სასტუმროებზე, რაც პირდაპირ აისახება ფასებზე, კონკურენციასა და ახალი პროექტების სტრატეგიაზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძირითადი სტუმრები არიან გალფის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან, რომლებიც უპირატესობას ძირითადად ბრენდულ სასტუმროებს ანიჭებენ. მისივე თქმით, ზამთარში განსაკუთრებით თბილისის ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და თებერვალში ბრენდული სასტუმროები ხშირად ფასითაც უწევენ კონკურენციას არაბრენდულს, თუმცა მისივე თქმით, აქტიურ სეზონზე სხვაობა მკვეთრია. ბრენდული სასტუმროები თითქმის ორჯერ, ზოგჯერ კი მეტადაც კი ძვირია არაბრენდულთან შედარებით. აგრომაღაზია კარტლისი წელს 2 ახალი მაღაზიის და საწყობის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორმა რობერტ რევიამ BMG-თან განაცხადა, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის გახსნა იმერეთშია დაგეგმილი, რაზეც დაახლოებით $1.5 მილიონის ინვესტიცია დაიხარჯება. მისივე თქმით, ასე გაგრძელდება საქმიანობა საგანმანათლებლო მიმართულებითაც. კარტლისი ქართულ ბაზარზე უკვე 26 წელი ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებებს ასუქებს, სათესლე მასალას და სარწყავს სისტემებს თავაზობს. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 17 სერვის ცენტრი აქვს. აგრომაღაზია კარტლისის აგროსისტემების დირექტორი კი სექტორში არსებულ ძირითად გამოწვევად პროფესიონალი კადრების ნაკლებობას და განათლებას ასახელებს. როგორც რობერტ რევიამ BMG-თან განაცხადა, სწორედ ამ გამოწვევების ფონზე დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამები კომპანიამ ჯერ კიდევ 2017 წლიდან. გვაქვს კიდევ მეორე ეტაპის კურსები, რასაც ჩვენ თვითონ ვეწევით 2017 წლიდან, სადაც ყველა მსურველ ფერმერს შეუძლია მონაწილეობა. ის არის ერთთვიანი 4-5 ტრენინგი შედის 4-5 საათიანი, სადაც ძირითადად კულტურების მიხედვით ვასწავლით. თქვათ არის კურსები მებოსტნეებისთვის, ასევე მევენახეებისთვის და ასე შემდეგ, აღნიშნავს რობერტ რევიამ.